ბოლო პერიოდში მედიკამენტების ფასი საგრძნობლად გაიზარდა. მოსახლეობა სიძვირის გამო წამლის ყიდვას ვერ ახერხებს. არადა წამლებზე მოთხოვნა დიდია, რადგან გავრცელებული ვირუსის პრევენციის და მკურნალობის მიზნით აფთიაქებში ხალხის დიდი ნაკადია. გაიზარდა ასევე პირბადეების ფასიც. მოქალაქეები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. Აი დავდივარ ყველა აფთიაქში შემოვიარე რომ სადმე იაფად ვიყიდო, იქნება შევწუდეთ ცოტა ფასებს. ორი კვირა ავათავარ ამ ვირუსით და იმდენი დამეხარჯა უკვე წამლებში რომ ვეღარ ვიგებ რა გავაკეთო. კიდე ახლიდან დამინიშნეს ახლა მკურნალობა რომ ვერ დამთავრდა ბოლომდე. ძალიან ძვირია, ვერ ავწუდები ვერანაირად. თუ ფული გაქვს მისაწვდომია, თუ არა გაქვს ფული არ არის მისაწვდომი. აი ზოგადად მოსახლეობისთვის მისაწვდომია. რა მისაწვდომია შუა ალბათ მედიკამენტების გარეშე იხოცება ხალხი. მედიკამენტები კი დასაწველები არიან სვეთელი სამედიცინო ცენტრი. არც ერთ ქვეყანაში არ არის ესეთი სიმძვირე რაც აქ არის საქართველოში. ხალხი გაჭირებულია და ვერ ახედავ რა დღეში არიან ჩათვლილი. აი რა პერიოდში გაძვირდა? აი ახლა უფრო გაუმძვირეს, სადაც გრიპი რომ მოხდა. მაგრამ დაუბერტყონ ჯივეები ხალხსა. აი ამ წუთში მოვდივარ აფთიაქიდან შვილო და არავითარი ხელმისაწვდომი არ არის. მომაქვს წნევის წამალი. ყველაფერი მძვირია, ძალიან მძვირია ბებო ყველაფერი. აი ხელი ამ წუთში აი ვეზე როსაც აიეფია იქ ვიყიდო. ერთი კვირა ავათავარ და უფლობის გამო ვერ გამოვდივარ რომ ვიყიდო ბები. ძალიან მძვირია ყველაფერი. ჩვენი მთავრობა თუ ჩვენი დაწყვეტა უნდა, ბარემ დაგვწყვიტონ და მორჩნენ. გაჭირებულ ხალხის სტანდარტები არიან. ვერ აკეთებენ ისე როგორც უნდა გააკეთონ. არა ფიქრობენ ბებო ხალხისთვის და მაგისთვისა. ეხლა რომ ამდენი ხალხი იხოცება, ამდენი ახალგაზრდობა, ამდენი ბავშვები. უყურადღებობა არის ეგა, სხვა არაფერი. ძალიან სუდროში ვარ. თრიალეთის მიერ გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, რომ ისინი მთელი კვირის განმავლობაში აფთიაქებში ფასდაკლებას ელოდებიან, თუმცა ამის მიუხედავად მაინც არ ყოფნით თანხა საჭირო მედიკამენტების შესაძენად. ეს ყველაფერი ჯერისედაც კატასტროფულად არის გაძვირებული მედიკამენტების ფასი. ახლა მე თვითონ რასაც ხმარობ ყოველთვიურად, ესე იგი ყოველთვიურად რომ მივდივარ სხვადასხვა ფასით ყიდულობ. ფასდაკლების დღეები ამბობენ, რა ფასდაკლები მაიმუნები არიან, მეტი არაფერი. არაფერი ფასდაკლების დღე არ არის. ხალხს იზიდავენ მაგ დღეებში, მეტი არაფერი. თორემ მე ფასდაკლებით ვერაფერს ვერ ყიდულობ. ჩვენაირ ხალხისთვის არ არის ხელმისაწვდომი, იმიტომ ყველაფერი მომატებული არის და რა მედიკამენტებს რა ვიცი, ახლა კაპტოპრილს ამთლიან ყუცა, ლარი და 20-ში ვყიდულობდი, ერთი ფირფიტა ვიყიდე, 94 გადავიხადე. დიაბეტიანი ვარ, შაქრიანი ვარ და ისეთი ფასები აქვს, რომ ვერ ავწვდი და ვერ ავყიდულობ. რა პერიოდში გაძვირდა? ეხლა გაძვირდა რაც ვირუსებია, თუ აქამდეც ეგრე? არა, აქამდეც, მაგრამ ეხლა აშკარად უფრო გაძვირდა. ეხლა რაც ვირუსებია, უფრო გაძვირდა. თქვენ უფრო ჩემზე უკეთესად არიცით, რატო აკეთებენ? რატო აკეთებენ, რომ რა ვიცი მე, აბა რავია, რა გითხრა, ამ ხალხსა უფრო ავიწროვებენ და რა ვიცი. აბა როგორ არის შვილო, არ არის ნამდვილად. იმიტომ ყველაფერი მძვირია. მოიმატა ძალიან მედიკამენტები. შეერი ხოცება ხარ დააგვიძე. მედიკამენტებს რას გქონდა? მედიკამენტიც მძვირია ძმაო. რატომ არის? იმიტომ ფასები აწეულია და ფული არ აღთ ხალხსა. ბოლო პერიოდში მოთხოვნა განსაკუთრებით ანტივირუსულ პრეპარატებზე გაიზარდა. ასევე დიდი მოთხოვნაა პირბადეებზეც, რომელიც აფთიაქებში უკვე ძნელად იშოვება.